Აშასე დავბრუნდით ეთერში ჩვენ შემდეგი სტუმარია დავით ნარმაენია ინფრასტრუქტურისა და განვითარების ხო ესე ქვია რეგიონული განვითარების მინისტრი გამარჯობათ საღამოშტობის დავით ბატონო კარგით ეხლა გითხარით რა იმად რო გავყვეთ აი on ძალიან ხალხურად ვილაპარაკოთ მოსავალ თვითმმართველობა არ გვაქვს რეალურად მთელი ამ ხნის განმავლობაში რაც დამოუკიდებლები ვართ ქვია ეს თვითმმართველობა მაგრამ რეალურად არ არის. სააკაშვილის გააკეთებდა და ისე ხდებოდა ყველაფერი. მანამდეც შევარდნაძესაც დაახლოებით ასე. რას მივიღეთ, თქო ძალიან ხალხურად რო განმარტოთ. მოსალმები. როგორ იმართება, როგორ უნდა იმართებოდეს ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ ქვეყანა. ტელემაყურებლებს მოსალმები პირველ რიგში, სამშვიდობისა. თვითმმართველობა ძალიან მარტივ და გასაგებ ენაზე ძალიან ბევრ ქვეყანაში, რომელმაც თვითმმართველობის რეფორმა გაიარა, ნიშნავს იმას, რომ ადგილზე არსებული საჭიროებები, რაც გააჩნიათ მოქალაქეებს, ესეთი ტიპის საჭიროებები წყდება ადგილზე, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ და ამ უფლებამოსილებების განსახორციელებლად მას აქვს საკმარისი ფინანსური რესურსები. ანუ გზას თქვენ არ დააგებთ და დააგებს სოფლის გზები, თქვათ, ქალაქებში გზების მოწესრიგების სამუშაოები, სანიაღრო სისტემები, ნარჩენების გატანა, ეს სისტემებია, რაზეც ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა იზრუნონ და ადგილზევე გადაწყვეტონ და მოაგვარონ ეს საკითხები. და ამისთვის საკმარისი ფინანსური რესურსები უნდა ჰქონდეთ მათ. დღეს არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა, რომელიც ტერიტორიულად საბჭოთა რაიონის დონეზეა. ერთის მხრივ და მეორეს მხრივ აბსოლუტურად სწორი თქვა ალიკომ, როცა თქვა, რომ თვითმმართველობა პრაქტიკულად არ არსებობდა და ერთი კაცი გასცემდა განკარგულებებს ამ ქვეყანაში, ეს ესეც იყო თვითმმართველობები ძალიან ხშირ შემთხვევაში ცენტრალური ხელისუფლების დანამატებად გვევლინებოდნენ ადგილზე და ასე თქვათ, შედარებით იშვიათი იყო რეალური თვითმმართველობა, თვითმმართველობის ელემენტები ადგილებზე. საიდან გამომდინარეც, ასე თქვათ, მუდმივად გადაწყვეტილებების მიღება ადგილზე ჭიანურდებოდა, თუ რაიმე გადაწყვეტილება მიიღებოდა იმ მომენტიდან გამომდინარე, რა ესიამოვნებოდა გუბერნატორს, ან რამე ეწყინებოდა თუ არა პრეზიდენტს, რომელიც მოულოდნელად გაჩნდებოდა და ასე შემდეგ და ხალხის აზრი იყო მეორე პლანზე. ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლამდე ჯერ კიდე როცა კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამაზე მუშაობდით, ქართული ოცნების პროგრამაზე, იქ ჩავწერეთ, რომ თვითმმართველობა გაკეთდებოდა ისეთნაირად, რომ ეს იქნებოდა ხალხის საჭიროებებზე ორიენტირებული და ამის პრაქტიკული რეალიზაცია დავიწყეთ. ჯერ კიდე ვიდრე თქვათ ამ კანონებს შევიმუშავებდით, წელს ჩვენ პირველად შევეკითხეთ მოსახლეობას და ადგილებზე გავაკეთეთ მოკვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ჭირდებოდათ მათ და მართალია ცენტრალიზებულად დაუფინანსეთ, ანუ აქედან დაუფინანსეთ პროექტები თვითმმართველობა მთელი 230 მილიონი ლარის პროგრამა, მაგრამ სტრუქტურულად იცვლება ის, რომ ნაცვლად დღეს არსებული მსხვილი მუნიციპალიტეტისა ქალაქები ცალკე გამოიყოფიან, როგორც თვითმმართველი ქალაქები, მაგალითად ვთქვათ, გორი, ზუგდიდი, თელავი, მარნეული და ასე შემდეგ. ამ დღეს არის გორის რაიონი, ზუგდიდის რაიონი და იქნება გორის მუნიციპალიტეტი. გორი იქნება ცალკე, ისევე როგორც შემავალი სოფლები შექმნიან რამდენიმე თემს. ხო, აი შიგნით ეს გორის რაიონი დღეს ერთი რაიონია, თქვენ რამდენიმე თემად უნდა დაყოს. ეს უნდა დაიყოს რამდენიმე თემა. რატო გახდა საჭირო? ყველგან არჩეული გამგებლებიდან მერე. ერთის მხრივ გახდა ასეთი რაიონება ახალი საჭირო. ერთის მხრივ ქალაქის ტიპის დასახლება სხვა საჭიროება აქვს და სოფლის სხვა საჭიროება. ხო და ყოფილიყო მაგალითად, გამოყოფილიყო მაგალითად ქალაქი გორი და გორის რაიონი ცალკე. ესეთ შემთხვევაში მეორე მნიშვნელოვანი პრინციპი რაც არის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება ერთმანეთთან ახლოს იყოს, ამ პრინციპის დაცვა ვერ ხერხდება და თქვათ გორის მუნიციპალიტეტის ერთი ბოლოდან პირობითად თქვათ ატენის ხეობიდან მოუწევდა მეორე მიმართულებით ჩასვლა და აქედან გამომდინარე, ანუ ის ვერ მიაწვდენდა იმ ადგილობრივ ხელისუფალს ხმას, რომელიც მან აირჩია. რატო ვირჩევთ ადგილობრივ თვითმმართველობას? ვირჩევთ, იმიტომ რომ მათ მოაგვარონ ადგილობრივი საჭიროებები. ამიტომ მოქალაქეს უნდა შეეძლოს მისი საჭიროება სწრაფად მიიტანოს თვითმმართველობასთან, არ უნდა დაჭირდეს მის მიერ არჩეულ ადგილობრივ ხელისუფალთან რიგში დგომა,
ჩაწერა, წინასწარ და ასე შემდეგ და პირდაპირ უნდა შეეძლოს მას მისი ნახვა, საკუთარი განცხადების მიტანა, მოსაზრების დაფიქსირება და ასე შემდეგ. მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი არის ის, რომ იცვლება ასევე არჩევის წესი და არა მხოლოდ საკრებულოები აირჩევიან, არამედ ქალაქებში მერები და თემებში გამგებლები იქნებიან ასევე პირდაპირ წესით არჩეული პირები და აღარ იქნება თავს მოხვეული, ასე ვთქვათ, თუმცა თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ამ რაიონებში, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დაყოფილ რაიონებში, დასახლებულ რაიონებში შეიძლება გამოიწვიოს გაუგებრობები, ვთქვათ, და რაღაცა. იყო ამაზე საუბარი, მიდის ამაზე დღემდე დისკუსია, თუმცა რაიმე ისეთი სერიოზული არგუმენტი დღესაც გვაქვს 2-3 მუნიციპალიტეტი, სადაც 90-95% არაქართული მოსახლეობა ცხოვრობს, მაგრამ ამით დაშავდა რამე არც არაფერი არ დაშავებულა, ისევე როგორც მცირე თემების შემთხვევაშიც არ დაშავდება არაფერი, პირიქით მართვა გაუმჯობესდება და ასე ვთქვათ, საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება და გადაწყვეტილების რამდენიმე სოფელი მოსახლეობის რაოდენობა. ეს იქნება ერთი რომ გეოგრაფიულად ახლოს იყვნენ, ანუ მოსაზღვრეები იყვნენ, ისტორიულად ერთმანეთთან დაკონფლიქტი არ უნდა ჰქონდეთ და ესეთი რამდენიმე სოციალ-ეკონომიკური მაჩვენებელი იქნება, იმუშავებს სპეციალური სახელმწიფო კომისია. წინადადებები უნდა წამოვიდეს ადგილობრივი თვითმმართველობებიდან და კონსენსუსის და სამუშაო პროცესის შედეგი იქნება. მაგრამ ამ კანონის ამოქმედებით ცალსახად ეს 13 ქალაქი, სადაც დღეს მოსახლეობის რაოდენობა 15,000-ზე მეტია, გამოეყოფიან და იქნებიან თვითმმართველი ქალაქები. გუბერნატორების ხო, გასაგებია. გუბერნატორებს რაც შეეხება. როგორი ფორმით იარსებებს? ნუ ეს იყო ცენტრალიზების. მანამდე არის კიდე, ანუ გარდა იმისა, რომ ეს გამოეყოფა, ვთქვათ, თვითმმართველ თემების საკრებულოები იქნება და ქალაქი გამოეყოფა, კიდე იქნება მე რაიონის ასეძახით საბჭოს თუ საკრებულოს. არა, რაიონში მეტი არაფერი არ იქნება. დღეს არსებული რეგიონში. ხო, აი ამაზე იმერეთის პარლამენტი და რაღაცა. ეს არის რა, იმერეთში პარლამენტი არ იქნება, თუმცა ჩვენ რას ვფიქრობთ? ძალიან ბევრ ქვეყანაში ევროპის, რომლებმაც წარმატებით გაიარეს თვითმმართველობის რეფორმა, არსებობენ თვითმმართველობის მეორე დონეები, სადაც ეგრეთ წოდებული რეგიონული მნიშვნელობის საკითხები წყდება. ანუ საკითხი, რომელიც დიდია ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გადასაწყვეტა და ვერ მოერევა და მცირეა ცენტრალური ხელისუფლებისთვის. ანუ ეგრეთ წოდებული რეგიონული მნიშვნელობის საკითხები უნდა წყდებოდეს რეგიონში და შესაბამისად იქიდან უნდა ფინანსდებოდეს ეს საჭიროებები. თუმცა ჩვენთან ძალიან დიდი იყო სკეპტიკური დამოკიდებულება, ამიტომ ჩვენ პირველ ეტაპზე, ანუ ერთი საარჩევნო ციკლისთვის ავირჩიეთ ის, რომ გარკვეული ესეთი შუალედური მოდელი ავიღეთ. რეგიონებში შეიქმნება რეგიონების საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება პირველ დონეზე არჩეული თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან. ანუ თქვათ, ხო ქალაქებში, თემებში ხო ავირჩევთ თვითმმართველობებს, იმათი წარმომადგენლები რეგიონულ საბჭოს დააკომპლექტებენ, ასევე პარალელურ რეჟიმში და რეგიონული საბჭო განსაზღვრავს რეგიონის პრიორიტეტებს, დაამტკიცებს რეგიონის სოციალ-ეკონომიკური განვითარების გეგმებს, დაამტკიცებს რეგიონის ხარჯ-საგნებს, ანუ რეგიონის პატარა, ასე ვთქვათ, სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს და ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. და გუბერნატორი იქნება რეგიონის აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელი, ანუ რეგიონში იქნება აღმასრულებელი რგოლი ადმინისტრაცია, რომელსაც უხელმძღვანელობს გუბერნატორის არჩევით. დროთა განმავლობაში ესეც უნდა იყოს, მაგრამ ერთი საარჩევნო ციკლისთვის გუბერნატორები აირჩევიან, დამტკიცდებიან საქართველოს მთავრობის მიერ და პრემიერ-მინისტრი მოაწერს მათ დანიშნულებას. რეგიონების ცვლილება ხო არ მოხდება, მაგალითად, აი სამეგრელო ზემო სვანეთი ხო იყო და იქ ქვემო სვანეთი და არა, ჯერჯერობით ესეთი ცვლილება არ იქნება. თუმცა ხო დროთა განმავლობაში, როცა ზემო და ქვემო სვანეთს შორის გაიჭრება გვირაბი, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ სხვა შორის და კვლევა უნდა გავაკეთოთ და დროთა განმავლობაში გვირაბი უნდა გავაკეთოთ, მერე შეიძლება ვთქვათ, რომ იქ ისინი
გეოგრაფიულად და ასე თქვა სატრანსპორტო სისტემის თვალსაზრისით დაუახლოვდნენ ერთმანეთს და შესაბამისად იქ ერთი რეგიონული ადმინისტრაცია იყოს. თუმცა ეს ცოტა უფრო შორეული პერსპექტივა. ეს კონკრეტული მაგალითი მინდა. აი მაგალითად ეს რეფორმა, ეს კანონი 100-ია მიღებული, კოდექსი ამოქმედდა თვითმმართველობის და როგორი ვითარება გვაქვს, რომ მესტიის ხელისუფლება და სვანეთის მოსახლეობა მესტიის ხელმძღვანელი პირებიც არ დადიან ხოლმე ხაიში, აქციები რომ იმართება ხუდონხესის წინააღმდეგ. ანუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და მოსახლეობაც აპროტესტებს ხუდონხესის მშენებლობას. აი კანონით თქვა კოდექსი უკვე ამოქმედებული, რა ხდება შემდეგ? ხუდონჰესის მშენებლობა, ხუდონჰესი როგორც პროექტი არის საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი და ასე ვთქვათ, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას ის არ განეკუთვნება ახლა ისევე როგორც არ განეკუთვნებოდეს იქნება თვითმმართველობის სისტემის მიღების შემდეგ. ბუნებრივია პროტესტის გამოხატვის საშუალება ახლაც აქვს და მერეც ექნებათ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, თუმცა ასე ვთქვათ, ეს თვითმმართველობის უფლებამოსილებაში არ შევა. ისევე როგორც საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტები არ შევა სამხარეო ადმინისტრაციის უფლებამოსილებაში, მაგრამ თქვათ რეგიონში გადასაწყვეტი გარკვეული საკითხები, როგორც იქნება თქვათ მელიორაციის თემები თუ სხვა მსგავსი საკითხები, რაც დღეს ხშირ შემთხვევაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხორციელდება ან საერთოდ ვერ კეთდება ჯერჯერობით, ესეთი თემები იქნება, ასე ვთქვათ, რეგიონის ადმინისტრაციის უფლებამოსილებას დაქვემდებარება. თბილისში რა მოხდება, რამდენად ვიცი, ორდონიანი თვითმმართველობა უნდა იყოს, ხო? იგნებს ეყოლებათ თავის საკრებულოებს. თბილისში იქნება საკრებულო და ასევე უბნების მიხედვით იქნება საკრებულო, იმიტომ რომ თბილისი ძალიან დიდია და ასე ვთქვათ, არჩეული საკრებულოს შემთხვევაში წარმომადგენლობითობა არის დღეს არსებული სისტემით ძალიან სუსტი, ამიტომ იმისათვის რომ ყველა უბნის ასე ვთქვათ საჭიროებები იქნას სათანადოდ დაფიქსირებული მიტანილი გადაწყვეტილების მიღებამდე იქნება უბნების მიხედვით წარმომადგენლობითობა ყველა წვრილ-უბანში არ იქნება რამდენი საკრებულო ანუ ერთი თბილისის საკრებულოს მაგალითად რამდენი საკრებულო გვექნება და ისინი შეადგენენ მე თბილისის საკრებულოს თბილისის საკრებულოს კი არა კიდე ცალკე არ იქნება პირდაპირ წესით არჩევა აღარ მოხდება თბილისის საკრებულოს არა საკრებულოს ხდება პირდაპირ წესით არჩევა ახლა არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზე ზუსტად ბოლო პერიოდში რაიონების გამგებლებით არჩევითები საარჩევნო კი მაგალითად გდანის რაიონი არჩევნები არჩევითი იქნება მაშინ თბილისის მე როგორ შეასრულებს მართლობას ახლა ის თუ მაგალითად სხვა პოლიტიკური შეხედულებისგან ურჩობა დაიწყო როგორ უფლებამოსილებები იქნება ახლა საარჩევნო კანონმდებლობაზე ზუსტად ამ პერიოდში მუშაობთ რომ ამ პაკეტთან ერთად შევიტანოთ საქართველოს პარლამენტში და შესაბამისად ასე ვთქვათ იქ განისაზღვრება დეტალურად ეს საკითხები ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო საერთაშორისო პრაქტიკა გაანალიზებული და მთელი 6 თვის განმავლობაში გვეხმარებოდა პოლონელი ექსპერტი რომელიც თავის დროზე პოლონეთში რეფორმის ერთ-ერთი ავტორი იყო ეს ადამიანი მთელი 6 თვის განმავლობაში ჩვენ სამინისტროში მუშაობდა ჩვენთან ერთად და დაგვეხმარა ისევე როგორც პოლონური გამოცდილების გაზიარებაში ასევე სხვა საერთაშორისო გამოცდილების ანალიზში ჩვენი თანამშრომლებიც ვინც მუშაობენ ამ სისტემაზე იყვნენ რამდენჯერმე პოლონეთში და სხვა ქვეყნებში ადგილზე გაიცნდნენ ამ სისტემას ერთ სიტყვით ახალ ველოსიპედს არ რაიონის გამგებელს რომ იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ისეთი ადამიანი ხო შეიძლება აირჩიოს ხალხმა ანუ იქ ჩაიწეროს რომ არ იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი რა არ მოხდეს ესეთი გაუგებრობა რომ პოლიტიკური ჯიბრი არ იყოს შეიძლება რატომაც არა შეიძლება რატომაც არა კარგი ანუ თბილისი ცოტა ვერ მოხდება უბრე მაგალითად საბურთალო ალბათ ხო თბილისთან დაკავშირებით ჩვენ მომდევნო კვირას გვექნება ცალკე პრეზენტაცია და განხილვა და უფრო დეტალურ ინფორმაციას ასე ვთქვათ მას მერას დავასრულებთ ამ საკითხებს გავხდით საჯაროს კარგით გაძვირდება თუ არა აი თვითმმართველობის ღირებულება ნუ ყველაფერი კარგი ძვირი სიამოვნება და აი ჩვენი გათვლებით ადმინისტრაცია ანუ დღეს თვითმმართველობებში მუშაობს დაახლოებით 13000 ადამიანი. განსაკუთრებით მაშინ გაიზარდა თვითმმართველობების მოხელეთა რიცხვი, როცა წინა საარჩევნოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები დანიშნეს სოფლისწმუნებულებთან, დანიშნეს სხვა ადგილობრივ თვითმმართველობებში და ასე შემდეგ. ჩვენი მოდელის მიხედვით დაახლოებით 11000 ადამიანი იქნება საჭირო იმისათვის რომ მართოს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა პირველი ეტაპისთვის. კი, რაც შეეხება, თქვათ, ადმინისტრაციულ ხარჯებს თვითონ
ადმინისტრაციული ხარჯები პირველ ეტაპზე საჭირო იქნება დაახლოებით 30 ბილიონ ლარამდე იმისათვის რომ რეგიონებში სხვა ინფრასტრუქტურა რაც თვითმმართველობების ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული მოგვარდეს და მოწესრიგდეს. ეს დროში გაიწერება. ერთად ხარჯებზე არა მარტო საუბარი, რაზეა იცით საუბარი. ეხლა დღეს გვაქვს მაგალითად აი გორის რაიონი ავიღოთ. დღეს არა გვაქვს არც გორის საკრებულო, არც გორში რაღაც თემების საკრებულო, გვაქვს ერთადერთი გორის რაიონის საკრებულო და გორის რაიონის გამგებელი. თქვენ შემთხვევაში ქალაქ გორის საკრებულო ცალკეა, გორის რაიონში მუნიციპალიტეტებში კიდე რამდენიმე საკრებულო ცალკეა, ანუ ადამიანების რაოდენობა იზრდება, ვისაც ხელფასი უნდა გადაუხადოთ. არა. არ გაიზრდება. ახლა ნახეთ, რამდენი კაცი მუშაობს დღეს გორის გამგეობაში. საკმაოდ ბევრი. მაგალითად, გვაქვს რამდენიმე მუნიციპალიტეტი, სადაც ყოველ 35-40 მოქალაქეზე ერთი საჯარო მოხელე მოდის, რაც ნონსენსია. და გვაქვს მეორე უკიდურესობა, როცა 300-350 ადამიანზე მოდის ერთი საჯარო მოხელე. ერთი რომ ძალიან დიდი დისპროპორციაა. მეორე მხრივ, დღეს ამ მსხვილ მუნიციპალიტეტებში ბევრი ადამიანი მუშაობს თვითონ აღმასრულებელში, ისევე როგორც საკრებულოს წევრები ბევრნი არიან, არის როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული წესით არჩეული. ამიტომ ქალაქი გორი როცა ცალკე გამოეყოფა, მას არ დაჭირდება ამხელა გამგეობა და ამხელა საკრებულო. პლუს დღეს ყველა სოფელს ყავს რწმუნებული, ყველა სოფლის რწმუნებულს მინიმუმ 1 ან 2 თანაშემწე ყავს. რაოდენობრივად შესაბამისად, რამდენი სოფელი შედის მუნიციპალიტეტში, იმდენი ადამიანია და შესაბამისად, როცა რამდენიმე სოფელს ერთად ერთი თემი ეყოლება, ერთ თემს, ასე ვთქვათ, 4-5 აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელი დაჭირდება. ვთქვათ, ერთი ბუღალტერი, ერთი იურისტი, ერთი შესყიდვების სპეციალისტი, ერთი თვითონ თემის ხელმძღვანელი, ესეთი ძალიან პატარა შტატი იქნება და საკრებულო წევრები არანაზღაურებადია, იცით თქვენ თუ მას რაიმე თანამდებობა არ უჭირავს და შესაბამისად ის იქნება წარმომადგენლობითი ფუნქციის მატარებელი, როგორც დღეს არის. დღესაც საკრებულო წევრების შრომის ანაზღაურება არ გაიცემა თუ მას საკრებულოში არ უკავია კონკრეტული თანამდებობა. ჩვენ და თბილისში ყველას თანამდებობა, ყველა ფრაქციის თავმჯდომარე, თბილისში 14 ფრაქცია და ამდენივე კომისია და სამართლიანი ამბავი ჭირს თბილისის საკრებულოს. ნაციონალურ მოძრაობამ 7 ფრაქცია რო შექმნა უცბად გადავიდა თუ იმისთვის რომ მანქანა და მდივანი. უნდა გამსხვილდეს, არ უნდა იყოს სამკაც არ უნდა გქონდეს უფლება ფრაქციის შექმნა და ეგ არის. კი, ამიტომაც ეს წესები ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ესე ვთქვათ, ბევრი რაღაცეები უფრო სხვანაირად დარეგულირდება და მოწესრიგდება. მე რო კაცმა მკითხოს, სახელმწიფო მანქანები არც ეს საკრებულოს არ ჭირდება და იმას მუნიციპალიტეტებსაც არ ჭირდება. აი ზუსტად როცა ახლოს იქნება ადგილობრივი ხელისუფალი და ადგილობრივი მოსახლეობა, იმას მართლა აღარ დაჭირდება მანქანა იმისათვის, რომ იაროს. მას აღარ ექნება, ვთქვათ, თავის ეს ნორმა ჩაწეროთ, რომ ეს მანქანები და ესე უკანა მარჯვენა მხარეს ასე გაჯგიმულები რო არის ხდნენ, აი ხა საბურთალოს საკრებულოს თავმჯდომარე რო იქნები, შეწუხდი რა უნდა ნახევარი საათი უნდა თავიდან ბოლომდე ფეხი გავდა საბურთალოს. ეს ჩაწერეთ იაროს და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რა მაიკლ ბლუმბერგი ხა გადაირჩიეს ნიუ-იორკის მერი, სამჯერ ზედიზედ იყო არჩეული მილიარდერი, მაგრამ მეტროთი დადიოდა და იმ ველოსიპედით დადის ლონდონის მერი. რა მოხდა ახლა ის რა ქვია, ყუდი რო ყავარზე არ შემოდოს რაღაცა საკრებულოს წევრმა, რომელიც საერთოდ არც იცის ხალხმა. ჩვენთან ყველანი შავჯიბეთ და თქვენ შავჯიბით დადიხართ. დამხვდა. ხო, ეს კარგი არგუმენტია ხალხებს. დამხვდა და რას ვიზამდი. ამაზე რო ვახურებ ხოლმე შავჯიბზე მეუბნები რომ თეთრი ციგივე ფასი ღირს. ჯიპს თორე ფერს არ აქვს მნიშვნელობა. არა, ეს თან მოდაში არის შავი, დღელის ვაუწვეთ შავი უნდა იყოს. ბატონ დავით, კიდევ ერთი პრეტენზია, ჩვენსაც ვსაუბრობდით უმცირესობებით დასახლებული რაიონებზე და თქვენ თქვით რომ აი იქნება თქვა თვითონ რეგიონის საბჭოც, ხო, საბჭო ერქნება. ხო, მაგალითად აი შიდა ქართლში უბრალოდ ქვემო ქართლში, მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს თქვათ ეროვნული უმცირესობა უმრავლესობაში ამ საბჭოში. ხო არის ასეთ რამ და ნუ არიან ოპონენტები, ვინც ამბობენ, ამას შეიძლება სეპარატიზმი წაახალისოს და ასე შემდეგ. ახლა ნახეთ როგორია წარმომადგენლობითობის პრინციპი. ყოველ 10,000 ამომრჩეველზე ერთი კაცი იქნება საკრებულოდან დასახელებული რეგიონის სამხარეო საბჭოში. შესაბამისად, იქიდანაც იქნება, იქიდანაც, ანუ ყველა ასე ვთქვათ, თემიდან იქნება წარმომადგენელი და შესაბამისად ის რომ ესეთ შემთხვევაში თქვათ უმრავლესობა შეიძლება აღმოჩნდნენ უმცირესობის წარმომადგენლებს სამხარეო საბჭოში ამის რისკი არ არსებობს.
ხო თავისთავად სეპარატიზმის საფრთხე თუ ესეც არის ხო ერთ-ერთი მინიშნება რატომაც მაგალითად უნიტარული სახელმწიფოს მომხრეები იყვნენ საკმაოდ და მძლავრობდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში შევარდნაძის დროიდან ეს დისკუსია ხო არის ის რომ შეიძლება ვერ დავიჭიროთ რამდენიმე რეგიონში ვითარება და გაგვექცეს საერთოდ ხელიდან პროცესი და იქ მაგალითად ახალ ქალაქში როგორ იქნება საქმე უსაფრთხოების სისტემა, პოლიციის სისტემა, ანუ ესეთი საკვანძო კაცრად ცენტრალიზებული სამსახურები არ არა. ესენი რჩება ბუნებრივია ესევე როგორც არიან. არა. მე ვიცი რომ ამაზეც იყო ლაპარაკი, თქვა ჩვენი ხელისუფლების დროს არ ყოფილა საუბარი ამაზე, ჩვენ არც კონცეფციაში გვიწერია და არც შესაბამისად ჩვენს მიერ მომზადებულ თვითმმართველობის კოდექსში ეს არ წერია. ძირითადად საუბარი არის საჯარო პოლიციის უფროსის რო არჩევითი იყოს. არის ქვეყნები, რომელთაც გააჩნია გალაქსში და უყარე კაკალი. მერეს დიო სააკაშვილმა და ეძახოს ხო გაგაქცია სეპარატისტებმა. ხო, ნუ საფრთხე არის ქვეყნები, სადაც ამის გამოცდილებაც არის, მაგრამ ძირითადად ჩვენ მოდელის მიხედვით საჯარო სერვისების მიწოდების დეცენტრალიზაციაზეა საუბარი. დღეს რომელიღაც სოფელში წყლის ველი რო არის გამოსაცველი, იქიდან დაწყებული, თქვა 30 მილიონიანი პროექტით დამთავრებული ყველა პროექტი ჩვენ სამინისტროში იხილება. ისე მე გირჩევთ ერთ დღეს მოხვიდეთ ჩემ სამინისტროში და ნახოთ ესე თქვა რაოდენ საგიჟეთია, იმიტომ რომ ესე ძალიან დიდი რაოდენობით პრობლემები და საჭიროებები და განცხადებები გზებზე და დაუგებელ გზებზე ერთი წლის განმავლობაში 60,000 კილომეტრი გავიარე საქართველოს. და რა ხდება თქვა ინფრასტრუქტურაზეც მინდა თუ მოვჭით ამ თემაზე. მოვჭით მაშინ ინფრასტრუქტურა თვითმმართველობაზე ერთ კითხვას დავსვამ, არ დამავიწყდეს. ანუ არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე გვექნება კანონი ძალაში, იმიტომ რომ ბევრს აქვს პრეტენზია, რომ აი თამაშის წესები უკვე განსაზღვრული უნდა იყოს არჩევნებამდე მინიმუმ ერთი წელი ადრე. ადრეს ვერ მოესწრება, იმიტომ გაზაფხულზე არჩევენ, მაგრამ საქართველოს პარლამენტი აპირებს ამის განხილვას საშემოდგომო სესიაზე და შესაბამისად რამდენიმე თვე იქნება მოსამზადებლად იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, სისტემა შემზადდეს. ჩვენ კანონის გარდამავალ დებულებებში ძალიან მკაფიოდ გვაქვს გაწერილი წლების მიხედვით, როდის რა ნორმა უნდა ამოქმედდეს და როდის რა უნდა მივიღოთ. პირველი ეტაპი ეს არის საარჩევნო სისტემის ფორმირება, არჩევნების ჩატარება ამ ახალი წესის მიხედვით. შემდგომ ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ტრანსფერის ფორმულის, შემოსავლების განაწილების მექანიზმის შემუშავება და დამტკიცება, რომ 15-ის პირველი იანვრიდან ეს არის ამოსავალი. ანუ რა დარჩებათ მათ? საშემოსავლო გადასახადი იქნება დამატებით მათი შემოსავლის წყარო, როგორც ეს ძალიან ბევრ ქვეყანაშია. საშემოსავლო გადასახადი დარჩება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მთლიანად, ან ეს ქვედა დონეზე. ან განაწილდება მუნიციპალიტეტსა და სამხარეო დონეს შორის. ამაზე იქნება 2014 მუშაობა, რომ 15-ის პირველი იანვრიდან ეს სისტემა შევიდეს ძალაში. მე დროთა განმავლობაში რომ მიწები გადაეცეთ, ქონება გადაეცეთ მათ იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, თბილისის მერის ფუნქციების შეზღუდვას თბილისის საკრებულოს ინიციატივა იყო ამ თვალსაზრისით. მე რამდენადაც ვიცი ეს არ ყოფილა თბილისის საკრებულოს ინიციატივა, ეს თვითონ პარლამენტში როგორც ინიციატივა დარეგისტრირდა, თუმცა ავტორმა უკან გამოითხოვა ეს, იმიტომ რომ მისი ცალკეული ნაწილები საკმაოდ დამძიმებული იყო და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ანუ უფლებები იგივე დარჩება საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში ეს ასე ვთქვათ შეგვიშლიდა ხელს თანამშრომლობაში, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უფრო შუალედური ვარიანტი არის ნორმა, რაზეც შეთანხმდებიან და რაზეც იქნება ალბათ. ერთი აღწერაზეც გითხავთ რა, აღწერა უნდა ჩატარდეს იქითაც ეს, ხო და 2014 წლის ნოემბერში უნდა ჩაატაროთ ეს ამბავი. აღწერას ატარებს საქსტატე, მაგრამ მე როგორც მთავრობის წევრი და რეგიონული განვითარების მინისტრი ვარ აღწერის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, დამავალ მთავრობამ რო ხელმძღვანელო ამ კომისიას და საერთო კოორდინაციას ვაკეთებთ აღწერასთან დაკავშირებით. მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია უკვე რამდენიმე თვეა. იქითაც წლის ნოემბერში ჩატარდება. მომდევნო წლის ნოემბერში. წინასწარი შემოვლითი აღწერა ჩატარდა აჭარაში, გურიაში და კახეთში, მალე დაიწყება თბილისში. შესაბამისი გეოინფორმაციული რუკები მომზადდა, სადაც დატანილია სახლები, კორპუსები და ასე შემდეგ, სადაც აღწერი უნდა მივიდეს და ამ წინასწარ შემოვლაზე სწორედ აფიქსირებენ რაიმე ცვლილება ხო არ არის ამ გეოინფორმაციული სისტემის რუკასა და რეალობას შორის, თქვათ ეს სახლი გავს თუ არა ადგილზე, ახალი ხო არა, შემდეგ კიდე ხო არ დაემატა და ასე შემდეგ და მე უკვე ორკვირიანი პერიოდი იქნება 2014 წლის ნოემბრის თვეში
აღებული. ეს იქნება 5-19 ნოემბერი და შემოივლიან მთელ საქართველოს აღწერები. აღწერა იქნება როგორც მოსახლეობის, ასევე სასოფლო-სამეურნეო აღწერა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარება, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად ახალი ხელისუფლება სოფლის მეურნეობას იღებს და წლევანდელმა პოლიტიკამ და მხარდაჭერამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამიტომ სოფლის მეურნეობაში რეალურად ჩვენ გვჭირდება დავადგინოთ რამდენი მიწა გვაქვს, მათ შორის ზუსტად რამდენია სასოფლო, რამდენია არასასოფლო, სად რა სავარგულები მოიყვანება, რა ტენდენციებია, რა მდგომარეობა და ასე შემდეგ, რომ ეს მერე სახელმწიფოს დაეხმაროს პოლიტიკის განსაზღვრაში. დაახლოებით 18 მილიონი ლარი ოდნავ მეტი ჯდება მოსახლეობის აღწერა, ნაწილი ფინანსდება დონორი ორგანიზაციებიდან, მათი ასე ვთქვათ გრანტით, ხოლო ის რაც ასე ვთქვათ დონორების დაფინანსების მიღმა იქნება ის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება, ძირითადი ნაწილი ამ დაფინანსებისა მომდევნო წელს არის სწორედ საჭირო, იმიტომ რომ ძირითადი სამუშაოები მომდევნო წელს არის. ეს რამდენად არჩევნოს იებს თუ არ არგებს? პირველ რიგში გვეცოდინება მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა. და აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ინსტრუმენტი რამდენია წასული და რამდენი არა? მიგრაციის კითხვებით შევიტანეთ ჩვენ ამ კითხვარში, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ დასვეს ეს საკითხი. ასე რომ ეს კომპონენტის გარდა ისევე როგორც კი, არა, ამ არჩევნებამდე ნამდვილად ვერ მოესწრება, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრია სამუშაო წინამოსამზადებელი, ესე არ არის რომ თქვა დღეს დავგეგმე და ხვალ დავიწყებ მოსახლეობის აღწერა. და მოკლედ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც რო გითხრათ, აი თქვენ თქვით მაგალითად გვირაბი ეს მნიშვნელოვანი პროექტია, მაგრამ ჯერ არ იქნება, ხო? ჯერ ახლა რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებთ, ეს რო გითხრათ, მოკლედ მაგალითად რუსთავი-თბილისის მაგისტრალი, იქნება თუ არა? წელს ჩვენ გამოვიდა რომ შეაჩერეთ და ასე შემდეგ. წელს ჩვენ უკვე 500 მილიონ ლარზე მეტი სამუშაოები გვაქვს შესრულებული და ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ახლაც დამატებით მუშაობა, ისევე როგორც 230 მილიონი ლარი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო თვითმმართველობებს, 50 მილიონი ლარი სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ასევე გამოიყო. მსხვილი პროექტები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის აგარა-რუისის მონაკვეთი მშენებლობა ავტომაგისტრალის. ხაშურამდე როდის ჩავალთ? ხაშურამდე ჩავალთ 2018 წლის ბოლოს. ამდენი ჭირდება? ჭირდება იმისათვის, რომ ხარისხიანად გავაკეთოთ და მეორე დამატებით მონაკვეთი ახლა უკვე ტენდერი გამოცხადებულია და შესაბამისი შერჩევის დასრულების შემდეგ პარალელურ რეჟიმში დაიწყება. მაგრამ ის რომ ორივე მხარე გზის თავისი ასე ვთქვათ სისტემებით, გვერდულებით და ასე შემდეგ იყოს გაკეთებული და მოწესრიგებული, ანუ პროექტი ბოლომდე მიყვანილთ, რომ დაგება შეიძლება მანამდეც ასე ვთქვათ მოესწროს, ისევე როგორც ბათუმამდე ჩავალთ ვარაუდობთ. არა, ბათუმამდე ჩავალთ, იმიტომ რომ მუშაობთ პარალელურად ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედიის მონაკვეთზე, სადაც 20 კილომეტრზე მეტი გზა გაიხსნება მომდევნო წელს დაახლოებით ესე ზაფხულის პერიოდისთვის. კი, ჩემი დედულე სოფელში სოფელთან გზა გადაინაცვლებს, ახლა სადაც იქ არის ახალ სოფელში და იანეთში შუა სოფელში რომ ის იქ უკანულის უკანა მხარესულის, ასევე ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი 12 კილომეტრი გავხსენით და შემდგომი 2 წლისთვის დამატებით 18 კილომეტრი კეთდება, 6 თვეა უკვე იქ მუშაობა მიმდინარეობს ამ მეორე სექციაზე და ამ მონაკვეთს 2 წლის თავზე დავამთავრეთ, ბათუმში შესასვლელ გვირაბებს დაუერთდება ეს გზა. ასევე ტენდერი გამოცხადებულია სამტრედია გრიგოლეთის მონაკვეთის პირველი 12 კილომეტრების მშენებლობაზე. ანუ ახლა კი, გრიგოლეთთან და სხვა გზით, ძველი გზით არა, ძველი გზით აღარ იქნება, ის დარჩება როგორც შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა და იქაც იქნება 20-ზოლიანი ავტომაგისტრალი. ანუ თუ ახლა ჩვენ წელს 3 სხვადასხვა მონაკვეთზე მუშაობდით პარალელურად, დაგვემატება 2 მონაკვეთი და მომდევნო წელს 5 სხვადასხვა მონაკვეთზე ვიმუშავებთ, ასე რომ ძალიან ინტენსიურად, ასე ვთქვათ, იქნება სამუშაოები და იმაზე адრე ჩავალთ. რიკოთის მონაკვეთზე სხვა შორის ძალიან ბევრი სხვა სამკითხვას და სოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაწყებულია კვლევა 2015 დასაწყისში გვექნება ეს კვლევა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ანუ სად შეიძლება გაიაროს ავტობანმა და რა დაჯდება, რომლის მერე დონორთა კონფერენციას გავმართავთ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად და დავიწყებ დონორებთან მოლაპარაკებებს. თბილისი რუსთავზე
საბოლოო გადაწყვეტილებას აჭიანურებს აზიის განვითარების ბანკი, ამიტომ გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გუშინ ღამევე გავგზავნეთ მანილაში მოლაპარაკებებზე, რომ დროულად, ასე თქვათ, მივიღოთ მათგან საბოლოო დასტური და დავიწყოთ თელავის რეაბილიტაციაზე რა ხდება? დაიწყეს, მერე გაჩერდა, იმიტომ იქ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით პრობლემები და თელავი კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ნაწილი არის გაჩერებული, ეს არის ბატონის ციხე ძირითადად, ასევე დართლოს პროექტი, სადაც კულტურის სამინისტროსგან ველოდებით საბოლოო საპროექტო გადაწყვეტილებას მათ მსოფლიო ბანკმა დაუქირავა ექსპერტი, რომელიც სწავლობს ამ სიტუაციას და დადებს ასე თქვათ გზას და პროექტს იმისა თუ როგორ უნდა გაკეთდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ რომ დავაგრძელოთ. რაჭველებს აწუხებთ ძალიან რაჭის საჩხერის გავლით რაჭაზე გზა რომელიც 100 კილომეტრით ამცირებს ჩვენ სოფლამდე მაგალითად მისასვლელს ჩვენ წინასაარჩევნოდ აი ზუსტად ეგ არის თვითმმართველობის მთავარი არსი ჩვენი სოფელი გვტკივა ჩვენ იქვე უნდა შევძლოთ ეს საკითხები გადავწყვეტოთ და არა განვიხილოთ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში რომელ სოფელს როგორ უშველოთ. რაჭა რაჭას ჩვენ წინასაარჩევნოდ შევპირდით ეს ხალხს და დავიწყეთ უკვე ამის პრაქტიკული რეალიზაცია. ერთი კვირის წინ ტრაქტორით გავჭერით ძირითადი გზა, ანუ პირველმა ტრაქტორმა შეიძლება ითქვას რომ გაიარა, ახლა უკვე საპროექტო ორგანიზაციას შეუძლია იმუშაოს, მოამზადოს პროექტი მომდევნო წლისთვის. დავდებთ პროექტს და ნელ-ნელა დავიწყებთ. საკმაოდ ისეთი რთული მონაკვეთია, თუმცა ამ გაჭრამ გვიჩვენა რომ გაკეთებადი ნამდვილად არის და დროთა განმავლობაში 100 კილომეტრით რამდენიმე წელიწადზე გაიწერება ეს პროექტი. ჩვენი მიახლოებითი ვარაუდით ეს დაახლოებით 60 მილიონი ვარამდე დაჭერა. ორი გზა მადარდებს. ერთი ისტორიული, რომელიც შეიძლება ძალიან დიდი ხანი არავინ გაჭრას და მეორე თავისი არსებობა ომის დროს აუცილებლობა დაადასტურა, როდესაც ძირითადი მაგისტრალი რუსებმა გადაკეტეს, ხალხი აჭარიდან მოდიოდა თბილისამდე, ანგლისით, გოდერძის უღელტეხილი და დაირეცა. გოდერძის უღელტეხილი მოვასწორეთ, პროექტი მზად არის და ასე ვთქვათ, გოდერძის უღელტეხილზეც მომდევნო წელს დავიწყებთ სამუშაოს. მარტო უღელტეხილზე თბილისამდე რო გამოყვეთ, იმიტომ რომ იქ იყო მონაკვეთები, რომელზეც გავლა იყო თითქმის შეუძლებელი. ყველამ გამოიარა, მაგრამ აქედან ზარზმამდე გაკეთებულია, იქიდან ხულომდე ნორმალური გზა, ანუ ხულო ზარზმის მონაკვეთია გასაკეთებელი. კარგი და ერთი გზა რომელიც მადარდებს და რომელიც მაინტერესებს, ერთხელ ისე დავადო თავი და გადავიდე, ადრე გზა ისტორიულად დაკავშირებდა ახალციხეს და ქუთაისს. ხო და ხომ არ გიფიქრე ფანტაზიორობ ახლა, მაგრამ მე ვისურვებდი რომ ოდესმე ეს გაკეთდეს და ხომ არ გიფიქრია თქვენთან სადმე რომ ასეთი რამ შეიძლება გაკეთდეს ქუთაისს და რა კარგი იქნებოდა ახლა ჩაარბენა ახალციხეში და ამორბენა უკან. მსგავსი პროექტი მე რამდენადაც ვიცი ჩვენთან არ ინახება, თუმცა ასე ვთქვათ თუ წინადადება შემოვა შეიძლება ვიფიქროთ და პირველ რიგში გავზომოთ და ავწონოთ რა დაჯდება, რამდენად რეალურია და ასე შემდეგ. თბილისის მეტროპოლიტენზე იყო საუბარი რომ რამდენიმე სადგურთან თუ რამდენიმე ერთი სადგურია, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. საპროექტო გადაწყვეტილება მზად არის, უცხოელი ექსპერტი დაქირავებული ყავდა, რომელმაც გარკვეული შენიშვნები შეიტანა და ზუსტდება ახლა და ამის შემდეგ გამოცხადდება თანხა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მეტროს სადგურზეა საუბარი და გვირაბის გაკეთებაზე. თანხა აზიის განვითარების ბანკის სუტიპის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია და ასე ვთქვათ. სხვა განიხილავთ, ხომ იყო ადრე საბჭოთა დროს იყო პროექტი მეტროში რო ჩავდიოდით, იქ ხაზები რო იყო აღნიშნული და უნდა გააკეთდეს ასეთი მწვანე ხაზიც იყო, ვაზის უბანში უნდა ასულიყო ერთი მიმართულება მაგალითად. დიდი ღომს არ აწენდა ერთი შტო, თუ ეს ძალიან ძვირი სიამოვნება. საერთოდ მეტროს მშენებლობა ძვირია, იმიტომ რომ პირველ რიგში გვირაბის გაჭრასთან დაკავშირებული სამუშაოები, შემდგომ მისი მართვის სისტემის მოწყობის სამუშაოები, ამიტომ დროთა განმავლობაში ალბათ მივალთ იქამდეც, თუმცა პრიორიტეტები წინა პლანზე უფრო სხვა დგას უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში, თუმცა დროთა განმავლობაში ალბათ ვიფიქრეთ ამას. ანუ უნივერსიტეტის მეტროსადგურზე უფრო აქტიურად უნივერსიტეტის მეტროსადგური ეს არის უკვე დამტკიცებული პროექტი და გამოყოფილი დაფინანსება. კარგით ბატონო, დიდი მადლობა, ვნახოთ როგორ განვითარდება თვითმმართველობის დებატები, როგორ იქნება პარლამენტში თვითმმართველობა. კი, ძალიან საინტერესო დებატები იქნება, იმიტომ რომ ერთიშულოვანი მოსაზრებები არ არის იქაც და ცალკეული, ასე ვთქვათ, ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ
განსხვავებული მოსაზრებები აპირებენ ოპონირება, ჩვენ მზად ვართ ოპონირებისთვის, რომ გავიაროთ ყველაფერი, განვიხილოთ და ხო, მთავრობის აი ჩვენ მაყურებელმა ერთ რაღაცას გეტყვით, უბრალოდ რომ გადასცეთ მთავრობის წევრებს, ვისაც თქვენ ეს არ გიხებათ, მაგრამ ჩვენი ერთი მაყურებელია, რომელიც ძალიან მაგარი ტიპი არის. სადაც რამე შენიშნავს, ქართული წარწერები არ არის ოფიციალური შენობა ნაგებობებზე, სულ წეგლებს გზავნის ხოლმე. ერთ-ერთი არის ის, რომ როდესაც საქართველოში შემოდიხარ, რომ ქართულ საბაჟოებზე არსად არ არის, მარტო არის ინგლისურად წარწერები. ქართულად არ არის, რომელ ქვეყანაში შემოდიხარ, რომელ ქვეყანაში გასვლასთან ასე. თუ შეიძლება რომ ეს ვისაც ეხება მაგას კოლეგა ნოდარ ხადურს. ხო, და საგარეო საქმეთა მინისტრს გადაეცით, რომ ბარნოვზე რომ ჩინეთის საელჩოა, აწერია მარტო ჩინურად და ინგლისურად. ჩინეთის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში. აწერია მარტო ინგლისურად და ჩინურად. აქედან რომ გახვალჭეგლად გადაამოწმოთ. და ნუ ცოტა ისეთი უპატივცემულო ცოტა კი არა სერიოზულად საელჩომ და სახელმწიფო არ გცემს ახლა ამით პატივს და ფანჯიკიძეს გადავატოს რომ გადაცემ ასევე. მოვიყვანეთ ერთ ჩვენს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია სტუმრობდა ცხელხას. მერაბ მეტრეველი და ალექსანდრე ელიცაშვილი უძღვებოდი გადაცემას. დიდი მადლობა და ველოდებით რაჭის გზას რაჭველად. აუცილებლად. მომავალ შეხვედრად.